ქალაქის დასუფთავება მალე უფრო ეფექტური უნდა გახდეს. მუნიციპალიტეტს კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დასუფთავებისთვის განკუთვნილი ტექნიკა გადასცა. მის გადაცემას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ვახტანგ ღამბაშიძემ კომპანიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ტექნიკა, რომელიც მიზნობრივი დანიშნულებისაა, ახალ შესაძლებლობებს შექმნის გარემოს სისუფთავის შენარჩუნებისთვის. ქალაქ ზესტაფონის მერიას უსასყიდლოდ გადაცა ორი ერთეული ტექნიკა, რომელიც მიზნობრივად გამოიყენება ქუჩების დასუფთავება დალაგებისათვის. გონია, რომ კარგი საჩუქარია ზესტაფონის მცხოვრებლებისათვის, რათა ერთად ვიცხოვროთ სუფთად ინდუსტრიულ ქალაქში. მოიხსენებათ ჯორჯიან მანგანეზის მიერ განმოცემული იქნა ორი სპეცტექნიკა ზესტაფონის მუნიციპალიტეტისათვის, რადგანაც მოხდეს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის გაუმჯობესებულად მუშაობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჯორჯიან მანგანეზს. კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი მოსახლეობას თანადგომას თხოვს. კერძოდ, როგორც ის ამბობს, იმ ქუჩებზე, სადაც ტექნიკა იმოძრავებს, ავტომანქანების გაჩერება სასურველი არ იქნება, რათა დასუფთავების სამუშაოები შეუფერხებლად წარიმართოს. მე მინდა მიუთითო ჩვენს მოსახლეობას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ნუ დავტოვებთ ავტომანქანებს, რათა შეიძლება დაზიანდეს და ასეთ შემთხვევაში ჩვენგან ვერ მოხდება მისი ანაზღაურება. დიდი თხოვნა იქნება ჩემი, ნუ დავაყენებთ და დავტოვებთ ღამით ცენტრალურ ქუჩებზე ავტომანქანებს. შეიძლება ხვალიდანაც უკვე დაიწყოს ქალაქის ქუჩების გადარეცხვა, რათა ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში. ღამის 4-ის ნახევარზე დავიწყებთ მუშაობას. ტრანსპორტი თუ მოგცემს შესაძლებლობას, სანამ ამოძრავდება დილით, მოხდება ყველა ქუჩის გადარეცხვა და უკვე როდესაც გამოდის მანქანები, შესაძლებლობა აღარ გვეძლევა, რათა შეიძლება დაზიანდეს რომელიმე მანქანის მინა ან თვითონ მანქანა და ამის გამო ვწყვიტავთ ხოლმე მოძრაობას. ეტაპობრივად მოხდება სხვადასხვა ქუჩების გადარეცხვა. დღეს რომ მაგალითად გადავრეცხავთ აღმაშენებლის ქუჩას, ხვალ მოხდება კვალითის სასახლების ქუჩების გადარეცხვა. ზესტაფონის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე დავით ფერაძე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეზე სპექტრთან კომენტარს აკეთებს. როგორც ის აცხადებს, თუ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნის შესაბამისად არ იმოქმედებს, მაშინ საქართველოს და ქართველი ხალხი დაკარგავს ამ შესაძლებლობას, რაც იქნება ძალიან მძიმე ტვირთი და ის არასასურველ გავლენას მოახდენს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის მომავალზე. ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რომ ევროკავშირი უკვე დაიწყო ამაზე საუბარი, რომ ჩვენ გაგვიჩეროს ვიზა ლიბერალიზაცია, ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება საქართველოს მოსახლეობაზე და იმ ადამიანებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც დადიან საზღვარგარეთ და იქიდან გზავნიან, რა თქმა უნდა, თანხას და ამით გარკვეულწილად ირჩენს დღეს ქართველთა უმრავლესობა თავს. ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება თითოეული ჩვენთაგანისათვის და არა მარტო თვითონ ადამიანებზე და ოჯახებზე იმოქმედებს, არამედ ახალგაზრდებზე, მომავალზე იმოქმედებს პირველ რიგში და ეს იქნება მძიმე ტვირთი. ესე მოპოვებული ვიზა ლიბერალიზაცია, ესე ძალიან ამ ქართული ოცნების ხელისუფლების ხელში რომ დავკარგოთ და ფაქტიურად თუ მათმა ცვლილება არ მიიღეს, არ გამოუშვეს პოლიტპატიმრები, თქვათ არ დანიშნეს საპარლამენტო არჩევნები, აუცილებლად ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიწყდება და ეს იქნება მძიმე ტვირთი და ფაქტიურად ჩვენ დავბრუნდებით რუსულ ორბიტაზე მთლიანად დღესდღეობით. შეგახსენებთ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს იმ პირობით მიიღო, თუ ევროკომისიის რეკომენდაციებს შეასრულებდა. ამ ეტაპზე ევროკავშირის საქართველოსგან სადავო ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმებასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას მოითხოვს. შესასრულებელი ასევე სხვა კრიტერიუმებიც. ვადა აგვისტოს ბოლომდეა. ქართული ოცნება კი ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ ევროკავშირის განცხადებებს შანტაჟად მიიჩნევს. ამასთან, როგორც აცხადებენ, პარლამენტი მუშაობას სექტემბერში განაახლებს. ამიტომ კანონების გაუქმება ვერ მოხდება. ზაფხულის ცხელი და მშრალი ამინდების ფონზე ტყეში ხანძრების გაჩენის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. გარემოს დაცვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წლიდან წლამდე ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა მზარდია.
ექსპერტების შეფასებით, ხანძართა გამომწვევი მიზეზების უმეტესობა დაკავშირებულია ადამიანურ ქცევასთან. ხშირია შემთხვევები, როდესაც ტყეში დარჩენილი სიგარეტის ნამწვი, ღია ცეცხლის არასწორად გამოყენება ან თვითნებურად დატოვებული ნარჩენები ცეცხლის გაჩენას უწყობს ხელს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლობა ყველა პიროვნებაზე თანაბრად ვრცელდება. რესპონდენტთა თქმით, საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ზოგიერთმა მათგანმა ხაზი გაუსვა მოქალაქეების როლის განსაზღვრაზე მსგავსი სიტუაციების დროს. ისინი ასევე სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების გამკაცრების საჭიროებაზე აკეთებენ აქცენტს. მაგალითად არიან დედა ტყეში და ანთებენ იმ კოცონიატურა, სადაც წახემსება და პიკნიკი აქვს. ამის გამო უნდა ჩააქრონ მაშინ და რაღაცა და არსიდან გავიმნარდაღარო. აი მე მინახია მაგალითად სოციალურ ქსელში სადმე ასეთი რომ ნაგავს და ისეთ რამეებს ყრია რომ მაგის გაჩერება არ შეიძლება. უნდა აკრიფო და იყოს იქ ყოველ ადგილზე ურნები არსებობს გამოიტანოს და ჩაყაროს დედა იმაში სისუფთავე ბუნებასაც გაურწყილდეს და ყველაფერს. იცი ალბათ უნდა იდგეს შესასვლელებში. ხო არის სატყეოს პოლიცია. უნდა უზრუნველყო მიხედონ იმათმა და ადამიანებიც არ უნდა მოეპყრან უდიერად, თუ კოცოს დაანთებენ უნდა ჩააქროს. ადრე ასე გვასწავლდნენ ჩვენ სკოლაში. მიწა უნდა მოგეჭრა ჩაგენთოში და მე ჩააქრობდი და გადააყრიდი მიწას. თვითონ სიფრთხილე უნდა გამოიშინონ, როცა ცეცხლს დაანთებ უნდა ჩააქრო, წყალი დაასხა და რავი, ქვების ყველაფერი უნდა დააყარო ზედ და რავი, თვითონ თუ ადამიანს მაგის შეგნება არ აქვს და ისე დატოვებ შესაძლებელია ჯერ ისედაც გაჩნდეს და მით უმეტეს ახლა კიდე რომ პატარა სიგარეტის ნამწვავითაც გამოიწვიოს ხანძარი და ზაფხული ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო განსაკუთრებით ხანძარ-საშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხანძარ-საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მომპყრობის შედეგად გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე ოდენობით. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 8 წლამდე. ანაკლიაში გაიხსნა ახალგაზრდული ბანაკი. ეს არის ტრადიციული ბანაკი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აორგანიზებს და მასში ასობით და ათასობით ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობს. ეს არის ღონისძიება, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დისკუსიებში, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვებში, არაფორმალური განათლების კომპონენტების განხორციელებაში, სპორტულ და გამაჯანსაღებელ შეჯიბრებებში და რა თქმა უნდა, ერთმანეთს გაუზიარონ ის ნიჭი, ის უნარები, რომელიც მათთვის დამახასიათებელია, ეს იქნება სიმღერა, ეს იქნება ცეკვა, თეატრალური პერფორმანსი თუ სხვადასხვა აქტივობები. ეს რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ახალგაზრდობა ამ კომპონენტების გარეშე შეუძლებელი. ანეკლიის ახალგაზრდულ ბანაკში პირველად ვარ. ამ ბანაკის შესახებ ჩემი მეგობრებისგან ძალიან ბევრი სმენია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მე ჩემი თვალით მენახა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა. პირველ მასშტაბეჭდილება მოლოდინებს გადააჭარბება და ვფიქრობ, რომ სახლში დავბრუნდები ბევრი ახალი მეგობრებით და ძალიან დადებითი ემოციებით. მე გახლავართ ანეკლიის ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება. ანეკლია არის ბედნიერების კუნძული, სადაც ნებისმიერი მონაწილე, რომელიც აქ მოდის, ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ბრუნდება სახლში, რა თქმა უნდა, ბევრ მეგობართან ერთად. ზოგადად ეს ბანაკი ყველასგან გამორჩეულია იმით, რომ ზაფხულში ახალგაზრდებს შეუძლიათ დასაქმდნენ. ეს დასაქმება არ იქნება მათთვის სტრესული, პირიქით ისინი ამით იღებენ ძალიან ბედნიერებას, დადებით ემოციებს. ისე როგორც ყოველთვის ზუსტად ვიცი, რომ ამ ნაკადიდან სახლში დავუბრუნდები ძალიან ბედნიერი, ისევ დადებითი ემოციებით.